სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის და ყველაფერი იმისათვის, რასაც უფალი ჩვენ გვანიჭებს, რასაც გვიწყალობებს. აი ამ 2 დღის წინ, 2-3 დღის წინ იყო ოჯახის სიწმინდის დღე, ოჯახის სიმტკიცის დღე და დღეს სამწუხაროდ, ესე იგი, ბევრი ოჯახები ინგრევა. ბევრი ოჯახები იყო, აი სტატისტიკურად რო შევხედოთ, ძალიან ბევრია ესეთი. ხოდა ეშმაკი ცდილობს, რომ იქაც კი, სადაც ყველაზე მეტი უნდა იყოს ბედნიერება, იქაც რაღაცა გააფუჭოს. იქაც ჩვენი უნებების მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი ამპარტავნების, ჩვენი ეგოიზმის, ჩვენი ვერცხლის მოყვარების. ადამიანი არ არის ხშირად კმაყოფილი იმითი, რაც აქვს. ყოველთვის კიდევ უფრო მეტი უნდა, არ არის მადლიერი ღვთისა. არ ფიქრობს მეორე ნახევარზე, არამედ ფიქრობს უფრო მეტად საკუთარ თავზე, ესე იგი. ვერ ითხოვს შენდობას, იმიტომ რომ თვითონ სულ მართალია და სხვა არის მტყუანი და აი ეს ამბარტავნება, ეგოიზმი და ვერცხლის მოყვარება ამას იყენებს ეშმაკი საიმისოდ, რომ რაღაცა ხშირად დაირღოს ოჯახები. ამიტომაც აი საღან საკვირაო სკოლაზე საუბრობდით. ჩვენს შვილებსაც ჯერ ჩვენ, რა თქმა უნდა, მშობლები უნდა ეს ვისწავლოთ და მერე ჩვენ შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, ესე იგი, არა მარტო საკუთარ თავზე ფიქრი, არამედ სხვაზე ფიქრი. არა ის, რომ თვითონ არის სულ მართალი, არამედ ის, რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იყოს მტყუარი და როდესაც თავს დაიმდაბლებს და თავს გაიმტყუნებს, ზუსტად მაშინ არის საქმე კარგად მიდის. და როდესაც მადლიერია ყველაფერი იმით, რაც აქვს და ყოველთვის წინ არ ელოდება ბედნიერებას, რა ისიც რო ექნება, მაშინ იქნება ბედნიერი, ისიც რო ექნება, ეგრე ადამიანი ბედნიერი ვერასოდეს ვერ იქნება. ყოველთვის იქნება რაღაც, რაც ადამიანს არ ექნება. ამიტომაც აი ჩვენ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს და ჩვენი მაგალითით უნდა ვასწავლოთ, ესე იგი. წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, რომ როდესაც შვილი შვილს არ ესმისო, რომ ელაპარაკებიო, მაშინ ღმერთს უნდა ელაპარაკო შვილის შესახებ. უნდა ილოცონ ისთვის. ასეთ რამესაც ამბობს ერთ-ერთი წმინდა მამა, რომ სანამ შვილს რამეს ეტყვიო, ყველა წმინდა ღვთისმშობლის მიმართ ილოცე. სხვათა შორის აი წმინდა მამა პაისი ათონელის ცხოვრებაშიც არის, ახლა ეს ძალიან კარგი ფილმია, ეს რაც ხოდა რო ვერ აგებინებს ადამიანებს და შემდეგ მათთვის ლოცულობს. და ამ ლოცვამ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე იმ საუბარმა მათთან. ამიტომაც აი ჩვენ უნდა ჩვენი შვილებისთვის კიდევაც უნდა ვილოცოთ და კიდევაც უნდა დავარიგოთ, ესე იგი. გორშიც, ესე იგი, საკვირაო სკოლა რო ტარდება ხოლმე, იქ როგორ არის, ჯერ ჩვენ ვლოცულობთ, ესე იგი. მერე ვესაუბრებით ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ჯერ ეგ არის მთავარი, ჯერ ლოცვა არის. მერე უკვე ის სიტყვაც საჭიროა. ორივე ერთად. აქაც აი მადლობა ღმერთს, ღმერთმა უშველოს, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი აქვს მაგას შეტანილი, რომ ბოლომდე ღვთის მადლმა მიაყვანინოს, ესე იგი. ეს ბავშვები, ესე იგი, აქ ფაქტიურად ისეთი არაფერი არ არის, რომ რაღაცა გორშიც ცოტა ზარმაცობენ მშობლებიც და ბავშვებიც. თორემ კლავიდან რო ვინც დადიან, იქ უკვე კარგად არიან ჩართულები, ესე იგი, საქმეში. აქედან რაღაცნაირად აი ვერ ცოტა მძიმედ ვიქცევით ჩვენ. მშობლები თორე ბავშვებისთვის სიხარულია იგზამოს, მშობლები იქცევ.
ამიტომ იმედია რომ აქ გაკეთდება აქ გაკეთდება და რაღაცა მოიყვანს ამ ბავშვებს ღვთის ძალა მოიყვანს ამ ბავშვებს და ჩვენც რაც შეგვეძლება გავაკეთებთ და არჩენი მერე თვითონ უნდა აირჩიოს ადამიანი საკუთარ არჩევანზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენ შეიძლება უთხრათ რა არის სწორი რა არის კარგი მაგრამ თვითონ კაცმა თუ არ აირჩია და ყველაზე მთავარი რა არის რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რომ ადამიანში უნდა სინდისმა გაიღვიძოს თუ მშობელმა ეგ მოახერხა თავის შვილში თუ მოძღვარმა ეგ მოახერხა თავის მრევლში პატარა იქნება თუ დიდი აი ეს თუ მოახერხა რომ სინდისმა გაიღვიძა ეგ არის ყველაზე მთავარი ახლა მაგალითად აი ჩამქრალი მანქანა აღმართში რომ მიდის ხო ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო რომ მიაწვე და აიყვანო იმ აღმართს მაგრამ თუ მოახერხე და ის დაიქოქა იმას აღარ უნდა შენი მიწოლე შენ ჩაჯდები და წაგიყვანს თვითონ აი ესეა სინდისი რომ გაიღვიძებს მერე უკვე თვითონ აკეთებს და ეგრეთ ძალით და ჭიდაობით არ გამო ეგრეთ ძალით ადამიანმა საკუთარ თავს კი უნდა აკეთებინოს სახარებაში მაგას ამბობს უფალი რომ სასუფეველი ცათა იძულების და რომელმან აიძულოს მან მიიტაცოს იგივე ჩვენ ხო რამდენჯერ ყოფილა მარხვაც გვეზარება ლოცვა გვეზარება სიკეთე გააკეთო გეზარება აი არ გინდა მოითმინო რაღაცა არ გინდა დაუთმო რაღაცა ხო და უნდა აიძულო საკუთარი თავი ოღონ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი უნდა აიძულო და სხვას უნდა ეცადო რომ სინდისი გაუღვიძო რომ მანაც აიძულოს საკუთარი თავი თორე ეგრე ძალით და ეკაჩები და ძალით ეგრე არ გამოვარა ეგრე კაცმა თავის თავი კი უნდა აიძულოს თუ არ აიძულა არაფერი არ გამოვა იმიტომ რომ ჩვენ მიდრეკილი ვართ ცოდვისგან და უფრო გვიადვილება ახლა მაგალითად ვის ჭირდება იცულება რომ დავუშვათ აი დილით 7 საათზე რომ სახაშეში წავიდეს აი მინახიათ რომ ძალით წაუყვანია თვინმე არა მაგრამ 7 საათზე ის ტაძარში ვერ წავა იმიტომ რომ იქ ადვილია წასვლა ის ჩვენს ნებებს აკმაყოფილებს მაგრამ ტაძარში უნდა დააძალო შენს თავს რომ წახვიდე აი რაც კარგია რაც ღირებულია ის რთული და ის უნდა აკეთოს კაცმა ყველაფერში მერტი შეგვეციოს აბა ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგვიქენოს ყველას ერთად ქრისტე აღსდგა